სტაფილოს ტორტის მოყვარულებო. ეს კრემყველის კრემის ფენი, სტაფილოს, ნიგვზის და დარიჩინის ბისკვიტი. საოცარი არომატებია. როიცოდეთ რა გემრიელია. სტაფილოს ტორტს იმით მირჩევნია, რომ ბევრად მეტი კრემი აქვს. გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს გავაკეთებ სტაფილოს რულეტს. პირველ რიგში სტაფილოს ვხეხავთ წვრილ სახეხზე. ნიგოს ჭრით, მსხვილად, გადაგვაქვს ტაფაზე და მსუბუქად ვხალავთ. ცალკე თასში ვათავსებთ თბილს, დამაფხვიერებელს, სოდას, წიკმარილს, ჯანჯაფილს და დარიჩინს. კარგად ვაერთიანებთ მასას და ვინახავთ ცალკე. დავიწყოთ ცომის მომზადება. თასში ვათავსებთ კვერცხს, ვამატებთ შაქარს და ვანილს. ძალიან კარგად ვთქვებთ. ეს არის ბისკვიტის საიდუმლო. მასა უნდა ამოფრუდეს ძალიან კარგად და გათეთრდეს, იმისთვის რომ მივიღოთ იდეალური ბისკვიტი. აი ესეთი თეთრი და ფუმფულა მასა უნდა მივიღოთ. ვამატებთ ზეთს, კარგად ვურევთ. შემდეგ კი ვამატებთ მშრალი ინგრედიენტების მასას. კარგი იქნება თუ ჩააცრით, ბისკვიტი უფრო ჰაეროვანი გამოვა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ მიქსერითაც, რომ მზად არის, აი ესეთი უნდა გამოგივიდეთ. და რადგან სტაფილო არის წვრილ სახეხზე გახეხილი, აუცილებლად გამოუშვებს წვენს და ამიტომ ცომში დამატებამდე წურავთ. ვამატებთ მოხალულ ნიგოს და კიდევ ერთხელ ძალიან კარგად ვაერთიანებთ მასას. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ესეთი ცომი. გვჭირდება საცხობი ლანგარი და საცხობი ქაღალდი. ცომს ვათავსებთ ზედაპირზე, თანაბრად ვანაწილებთ და ვდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 10-12 წუთით. ბისკვიტი გამოცხვა, აუცილებლად შეამოწმეთ მზაობა ხის ჩხირით. ჩემ შემთხვევაში დაჭირდა ცხობას 180 გრადუსზე დაახლოებით 14-15 წუთი. გამოღებისთანავე გვერდებს ვატარებთ დანას, რომ არსად არ იყოს მიკრული და არ გაგვიჭირდეს ფორმიდან ამოღება. გადმოვიღებ მაგიდაზე. დაგვჭირდება ტილო, რომელზეც ვაყრით ზედაპირულად შაქრის პუდრს, ეს იმიტომ, რომ გაგრილებისას არ მიეკროს ბისკვიტი. მე საჭრელი დაფის დახმარებით ვიღებ ხოლმე ბისკვიტს, ვათავსებ ზემოდან და ხელის მარტივი მოძრაობით ვათავსებ ტილოზე. მაშინვე ვაცლით საცხობ ქაღალდს და ველოდებით 1-2 წუთი, რომ ოდნავ შეგრილდეს ბისკვიტი და გადახვევის შემდეგ არ ჩაგვიცომდეს. შეგრილდება, წებთ გადახვევას. ვახვევთ რაც შეიძლება მჭიდროდ, რომ შემდეგ რულეტი გამოგვივიდეს ლამაზი. ტოვებთ ამ ფორმაში მანამ სანამ ბოლომდე არ გაცივდება. სანამ ბისკვიტი გრილდება, მოვამზადოთ კრემი რულეტისთვის. დაგვჭირდება კარაქი, აუცილებლად 82%-იანი და მე გამოვიყენებ ოლდენბურგერის კარაქს. კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ძალიან კარგად ვთქვეთ. კარაქი ავტქვიფე და აუცილებლად დაგვჭირდება კრემყველი. მე გამოვიყენებ პოლონური ბრენდის კრემყველს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი სტრუქტურა. ვამატებთ კარაქში. იმისთვის რომ კრემი არ აგეჭრათ, ეცადეთ რომ კრემყველიც და კარაქიც იყოს ერთი ტემპერატურის. ასევე ვამატებთ შაქრის პუდრს და ვანილს. ვაგრძელებთ მორევას მიქსერით. რულეტის კრემიც მზად არის. არ ჭირდება დიდი ხანი თქუფა, მასა უბრალოდ უნდა გავაერთიანოთ. და მიიღოთ ერთგვაროვანი და პრიალა კრემი. დავიწყოთ რულეტის აწყობა. ამისთვის მაგიდაზე გავშლი სამზარეულოს პარკს. ვიღებ ჩვენს გაგრილებულ რულეტს და გავშლი შაქრის პუდრის დამსახურებით ესე მარტივად შეგიძლიათ რომ აიღოთ. ვახვევთ ისევ უკან, ვათავსებთ სამზარეულოს პარკზე და ისევ შლი. გაგრილებულ ბისკვიტს ვადებთ კრემს და ძალიან კარგად ვანაწილებთ ზედაპირზე. უფრო მეტი დაიტანეთ დასაწყისში და ბოლოში შეგიძლიათ საერთოდ ადგილი დატოვოთ, იმიტომ რომ გადახვევისას აუცილებლად კრემი წავა მაინც აქეთა მხარეს. ეხლა კი ხელის მარტივი მოძრაობით ვახვევთ ჩვენს რულეტს. ვახვევთ სამზარეულოს პარკს და ვდგამთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით. სასურველია შედგა მთელი ღამე. გავაჩერე რულეტი რამოდენიმე საათით მაცივარში, კარგად გამყარდა. ახლა ამოვიღებ პარკიდან, გადავიტანოთ სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან ვაყრით შაქრის პუდრს.